წმინდა იოანეს სინელი, სწავლანი მონაზონთათვის, სიტყვა პირველი, სოფლის დატოვებისთვის. თუგი არ ცხონდება ყველა, ვინც მოინათლა, აქ დავდუმდები. ყველას, ვისაც მონაზნობა სურს, სოფლის ყოველგვარი საქმე დაუტოვებია. ყოველივე შეურაცხყვია, ყოველივე უარყვია მაშინ, როდესაც მონაზნობა შეუდგა, რათა კეთილი საძირკველი ქონოდა. კეთილ საძირკველზე სათნოებათა სამი სვეტი ეყრდნობა: უმანკოება, მარხვა და სიწმინდე. ყველა ქრისტეს მიერ ჩვილი ამ სათნოებით იწყებს და ბაძავს ხორციელად ჩვილებს, რომელთათვის უცხოა მსაკურობა და ცფიერება, უძღების სიმაძღრე, გაუმაძღარი მუცელი, ხორცის განხურვება, გამხეცება და მე მგონია, რომ ხურვალებას ასაკთან ერთად მიიღებენ. ჭეშმარიტად საძაგელი და დამღუპველია, როდესაც ომში შესული მებრძოლი დაუძლურდება და აშკარად დაეტყობა, რომ მალე მარცხი და სიკვდილი მოელის, რადგან როდესაც სხვები დაინახავენ, რომ შესვლისთანავე დასაწყისშივე მოიკლა იგი, ბრძოლის დაწყებას აღარ მოინდომებენ. ასევე უეჭველია, რომ მონაზნობის მიღებისთანავე მოღვაწეობის კეთილი და მტკიცე საწყისი სარგებელს მოგიტანს, თუნდაც გარკვეული დროის შემდეგ ერთგვარად დაუძლურდეთ, რადგან სულს, რომელიც ჯერ მხნეობით აღსავსე და შემდეგ დასუსტება, იმ პირველი გულმოდგინების გახსენება მჭრელი מחვილივით გამოაცოცხლებს. ბევრჯერ ამ საშუალებით შეძლო მრავალმა, რომ საკუთარი თავი აღედგინა და ფრთები შეესხა, რადგან იმ მარტივებს მიემსგავსდნენ, რომელთაც ფრთებმა უმტყუნათ, მაგრამ შემდეგ გაიმაგრეს ფრთები და კვლავ ცის სიმაღლეს მისცდნენ. როდესაც სული საკუთარ თავს უღალატებს და ნეტარ და სანატრე მხურვალებას დაკარგავს, მაშინ მიზეზი უნდა გამოიძიოს, თუ რად დაიკარგა იგი, მთელი თავისი გარჯა და ღვაწლი ამ მიზნისკენ მიმართოს, რადგან მხოლოდ იმ კარით შეძლებს უკან დაბრუნებას, რომლითაც გარეთ გამოვიდა. ვინც ტანჯვის შიშით განერიდება სოფელს, მრავალჯერ ცეცხლში ჩაგდებულ საკმევლს მიემსგავსება, რომელიც თავდაპირველად სურნელებას გამოსცემს, შემდეგ კი მხოლოდ კვამლად გადაიქცევა, ხოლო ვინც სამაგიეროს მიღებისთვის დატოვა სოფელი, წისქვილს გავს, რომელიც მაშინ ამოძრავდება, როდესაც გასამრჯელოს მოელის და ერთსა და იმავე ადგილზე ბრუნავს გამუდმებით, ხოლო ვისი სოფლიდან განშორებაც მხოლოდ სიყვარულიდან მომდინარეობს, მას გამოსვლისთანავე მიუღია ის სანატრელი ცეცხლი, რომელიც სულიერ წარმატებასთან ერთად გაძლიერდება და უძლიერესი ალით აინთება. ზოგიერთი აგურის შენობას ქვაზე ამყარებს, ზოგი ქვიშას აღმართავს სვეტებს. არიან ისეთებიც, ვინც მცირე ოდენს ფეხით გაირბენენ, ძარღვებსა და იოგებს გაახურებენ და მერე სწრაფად ძირბილს შესძლებენ, ვისაც მიხვედრა შეუძლია მიხვდეს ამ იგავის აზრს. როგორც ღვთისა და მეუფის მოხმობილებმა გულმოდგინედ ვისწრაფოთ, ხომ შეიძლება ხანმოკლე აღმოჩნდეს ჩვენი ამ ქვეყნიური ცხოვრება და სიკვდილის დღეს უნაყოფოდ დარჩენილნი შიმშილმა მოკლას. უფლისთვის სასურველად ვიღვაწოთ, როგორც მეფის მეომრებმა, რადგან ჩვენი ერთგული მსახურება იმ დროიდან განისაზღვრება, როცა მას შეუდექით. უფლის გვეშინოდეს ისე, როგორც მხეცის გვეშინია, რადგან მინახავს მოსაპარად წასული ადამიანები და ღვთის შიში არ ქონდათ, მაგრამ როდესაც იმ ადგილას ძაღლის ხმა გაიგონეს, იმავე წუთს უკან დაბრუნდნენ,
რაც ღვთის შიშმა ვერ გააკეთა, ის ძაღლების შიშმა ქნა. უფალი ისე შევიყვაროთ, როგორ ჩვენი ხორცელი ახლობლები გვიყვარს. რადგან მინახავს ადამიანები, რომელთაც ღმერთი განარისხეს და არას ნაღლობდნენ და ვნახე ისინიც, რომელთაც მეგობრები უმნიშვნელო მიზეზით გაანაწყენეს და ყველაფერი იღონეს, ყველაფერი მოიმოქმედეს, დიდი მწუხარება გამოამჟღავნეს, ყოველგვარად აღიარეს და აღსარება თქვეს და მეგობრების ნათესაების ზღვნისა და ქრთამის საშუალებით კვლავ შემოირიგეს თავისი მოყვარე. სოფლის დატოვების დასაწყისში აუცილებლად დიდი გარჯით, ჭირითა და სიმწარით აღვასრულებდეთ სათნოებებს. შემდეგ კი წარმატებას გაუჭირებლად ან მცირედი მწუხარებითა და შრომით ვაღწევდეთ. ხოლო, როდესაც ჩვენი მომაკვდავი ბუნება გულმოდგინების მიერ დაითორგუნება და აილაგმება, მერე დიდი ხალისითა და სიხარულით, სურვილითა და საამქრთო მხურვალებით აღვასრულებთ მათ. რამდენადაც დიდ ქებას იმსახურებს იგი, ვინც თავიდანვე სიხარულითა და გულმოდგინეთ აღასრულებს მცნებებს, ასევე საწოდავია ის, ვინც მონაზვნობაში დიდი დრო გაატარა და ჯერაც დიდი გარჯა ჭირდება ღვაწლის აღსასრულებლად, თუ მოღვაწეობ საერთოდ. ნურც მათ შევიძულებთ, ვისაც რაიმე იძულების თუ გაჭირვების გამო დაუტევებია სოფელი. რადგან მინახავს ბევრი ტოლვილი, უნებურად რომ შეხვდა მეფეს და მივიდა მასთან, შემდეგ კი თავისნებით წაყვა, მის სახლში მივიდა და მის სუფრასთან დაჯდა. მინახავს შემთხვევით ძირს დაგდებული თესლი, რომელიც აღმოცენდა, გაიხარა, მრავალი ნაყოფი გამოიღო, სხვა კი საგანგებოდ დათესილი უნაყოფოდ დარჩა. მინახავს რაიმე სხვა რაღაც საჭიროების გამო ექიმთან მისული ადამიანი, რომელიც მოინადირა ექიმის მომპყრობამ და თვალზე გადაფარებული ლიბრი მოიცილა და განიკურნა. ასეთი უნებური რამ ბევრჯერ მომხდარა და უფრო ჭეშმარიტად და მტკიცედ, ვიდრე ნებით მოსულებთან. ცოდვათა სიმრავლეს და სიმძიმეს ნუ რავინ მოიმიზესებს და მონაზვნების უღირსად ნუ მიიჩნევს თავს იგი, ვინც გემოთმაყვარეობის გამო ვითომ და თავს იმდაბლებს და ცოდვებს იმიზესებს. რადგან სადაც დიდია წყლული, იქ კურნალობაც დიდია საჭირო, რათა განიწმინდოს შხამი, რადგან სამკურნალოდ ჯანმრთელი კი არა ავადმყოფი მიდის.